რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საინიციატივო ჯგუფის და ბორდის წევრების შეხვედრა 2 საათი გრძელდებოდა და საბოლოოდ დასკვნა და გადაწყვეტილება ასეთია, რომ 2 დღის განმავლობაში სამეურვეო საბჭო იმსჯელებს გადაწყვეტილებაზე და გადაიხედება ეს გადაწყვეტილება. სავარაუდოდ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თავიდან გახდება იმ განმარტებების გაკეთება საჭირო, რის გამოც სამეურვეო საბჭოს განცხადებით გადაწყვეტილება გიორგი ბარათაშვილის გათავისუფლების შესახებ იყო მიღებული. რაც შეეხება საინიციატივო ჯგუფის წევრებს, ისინი ამბობენ, რომ ამ 2 დღის განმავლობაში, სანამ გადაწყვეტილება იქნება გადახედვის პროცესში, ისინი ბორდის უნდობლობის საკითხს არ დააყენებენ. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ, რა კონკრეტული გადაწყვეტილება იქნა დღეს 2 საათიანი განხილვის შემდეგ მიღებული. ჩვენ ეს მასალას რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ. პასუხი გაგვეცით, თუ არ არის ეწოლა თქვენზე, მაშინ ამის მოგვარება იურიდიულადაც ადამიანურად მით უმეტეს შეიძლება. შესაძლებელია. ერთი რამ შეიძლება, ასე ვთქვათ, აუცილებლად გავითვალისწინებ, უახლოეს სხდომაზე შეიძლება ეს საკითხი დადგეს და შევხედავთ. ხვალვე ალბათ, ხო? ბარათაშვილის შეჩერდეს კონკურსი. დაბრუნებაზე თუ არის ლაპარაკი, ეს იქნება 2 დღეში თუ 1 დღეში, რა პროცედურა ამისთვის საჭირო და იურიდიულად შეიძლება თუ არა ერთი დღით ადრე ჩავატაროთ ეს, რა უდგას წინ, არაფერი მე მგონი. აუცილებლად შევიკრიბებით, ვესწრები რომ ხვალ იყოს ესა და მე რა გადაწყვეტ ეგ არ ვიცი. შევიკრიბებით, ვიმჯელებთ ამაზე, მხოლოდ ერთ რამეს გეტყვით რა, ჩემი როგორაა ჩემი წმენა ძალიან ახლოს ვიქნებით თქვენი გადაწყვეტილებები და კონსულტაციები თქვენთან ან თქვენს წარმომადგენლებთან. ბორდი მიიღებს ბორდს ეკნება კონსულტაციები ნებისმიერ საკითხზე, ნებისმიერ თემაზე, რადგან ასეთი სიტუაცია შეიქმნა. გადაწყვეტილება ერთადერთი აქ იქნა მიღებული იმასთან დაკავშირებით, არის თანამშრომელთა პრაქტიკულად მთელი კოლექტივის თხოვნა, რომ გაიმართოს საბჭოს კიდევ ერთი სხდომა, იქ დადგეს გადაწყვეტილების გადახედვის საკითხი. მე ამ საკითხს დავაყენებ. რა გადაწყვეტილებას მიიღებს სამეურვეო საბჭო, ამას დაველოდოთ. პოლიტიკური ზეწოლა ეს იყო ფრაზა, რომელიც დღეს 2 საათიანი სხდომის განმავლობაში ყველაზე ხშირად ისმოდა. საინიციატივო ჯგუფის წევრები დღეს დაინტერესდნენ, რომ მიეღოთ პასუხი ბორდის წევრებისგან, იყო თუ არა რაიმე სახის პოლიტიკური ზეწოლა, როდესაც ისინი იღებდნენ გადაწყვეტილებას გიორგი ბარათაშვილის გათავისუფლების შესახებ. ხოლო რაც შეეხება თავად ბორდის წევრებს, ისინი აცხადებდნენ, რომ ისინი სწორედ ამ საკითხით დაინტერესდნენ, როდესაც გიორგი ბარათაშვილმა ხათუნა ბერძენიშვილის საინფორმაციო უფროსი სამსახურიდან გაათავისუფლა. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ სიუჟეტი, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები, როგორც 2 საათიანი სხდომის განმავლობაში, ასევე მთელი დღის განმავლობაში, როდესაც კომენტარები ყველა მხარემ გააკეთა. თხოვთ ყველას. უკვე 2 საათია საზოგადოებრივ მაუწყებელში სამეურვეო საბჭოს წევრებისა და საინიციატივო ჯგუფის წევრების შეხვედრა მიმდინარეობს. მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილმა ღიად განაცხადა, რომ ბორდს უნდობლობას უცხადებს, გენერალური დირექტორის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევს და კითხვებზე არგუმენტირებულ პასუხებს ითხოვენ. მე მაქვს შეკითხვა, ეჭვი გამიშა, გონერული ეჭვი, მოდაში ეხა ვიტყვი, გონერული ეჭვი გამიშა და ზეწოლა ხო არ იყო თქვენზე, რომ მოგეხსნათ ბარათაშვილი და დაჯილიყო, იმიტომ რომ ბერძენიშვილი მოხსნა. თქვენზე ხო არ იყო ზეწოლა? არანაირი ზეწოლა. ეს არის რიტორიკული შეკითხვა, რა თქმა უნდა გიპასუხებენ რომ არ იყოს ზეწოლა. თქვი, როდესაც არ დამიჭერია კაცისთვის მხარი არჩევაზე, იმის განთავისუფლებაზე რა ზეწოლა უნდა ყოფილიყო? შეხვედრაზე ყველა მხარემ თავის მოსაზრება წარმოადგინა, თუ რატომ გაათავისუფლა ბორდმა გიორგი ბარათაშვილი იმ თანამდებობიდან, რომელზეც 2 თვის წინ თავად აირჩია. სხდომაზე თანამშრომლებმა ის გადაწყვეტილებაც განიხილეს, რომელთაც გიორგი ბარათაშვილმა არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გაათავისუფლა. შენი არგუმენტები მაინტერესებს. უბრალოდ რა არგუმენტებით ხელმძღვანელობდი? მას შენ პროფესიული უნარჩვევები დაუწუნე? ან რაღაც ამდაგვარი შეხედულება ქონდა, მენეჯმენტი დაუწუნე? საინფორმაციო არ მოგწუნდა? უბრალოდ მითხარი მეთქი, არაო, რას ლაპარაკობ? მე მას უყურებ როგორც უმაღლესი კლასის პროფესიონალსო. და მკითხე, რატომ არ შეთავაზა ის, რომელიც უფრო ახლოს იდგა, ის თანამდებობა? ეს რატო არ დავიტახტურა, რომ ადი უმაღლესი. ეს რატომ არის? ანუ ხათუნა შეეწირა გიორგი ასეთ მიდათ ფორმულირება. არა, ფორმულირებას კი არ შეეწირა, ეს ყველაფერი ერთად განიხილეთ. ეს ყველაფერი ერთად განიხილეთ რა. არა ბატონო, არა. ეს ყველაფერი ერთად განიხილეთ რა. რა
სამეურვეო საბჭოს წევრებმა საკუთარი გადაწყვეტილება დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს. ლევან გახელაძე დღეს პოლიტიკურ ზეწოლაზეც საუბრობდა. გიწერიათ აქ რომ ასეთი კრიზისული ვითარების შექმნა იმ პირობებში, არა და კრიზისული ვითარება ჩვენთან ისედაც იყო, როდესაც მაუწყებელზე ხორციელდება მრავალმხრივი ზეწოლა. მოდით აი ამ მრავალმხრივ ზეწოლაზე გველაპარაკეთ რა. რომელი მრავალმხრივი ზეწოლა და მანამდე რატო არ გააკეთეთ ეს განცხადება ამ მრავალმხრივ ზეწოლაზე? ერთის მხრივ პოლიტიკური ძალების მხრიდან ზეწოლას. კონკრეტულად იქნებ თქო არა. საპარლამენტო უმცირესობისგან და საპარლამენტო უმრავლესობისგან. ხო რა. რომელი პოლიტიკური ძალები არის საქართველოს? კონკრეტულად აი რაში გამოიხატებოდა ეს ზეწოლა? ერთი წამი რა თუ შეიძლება. ასევე გულისხმობ დაბალანსებული რო არის, იქნებ იმიტომაც არის ეს ზეწოლა. მე ასევე გულისხმობ გარკვეულ ფინანსურ ზეწოლას. შექმნილი ვითარების გამო სამსახურებრივი მივლინება შეწყვიტა და საქართველოში დაბრუნდა გიორგი ბარათაშვილი. არხის ყოფილი გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ბორდის გადაწყვეტილება მისთვის მიუღებელია და მის გასაჩივრებას აპირებს. ის რომ რა გადაწყვეტილებაც მიიღო გუშინ სამეურვეო საბჭომ, ეს არის აბსოლუტურად უსამართლო გადაწყვეტილება. მე ხვალ შევიტან სასამართლოში სარჩელს ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებ. მე მიმართავ საიას, რომ გამიწიოს ადვოკატირება ამ საქმეში, რომ ჩვენ დავამტკიცოთ სიმართლე. ბარათაშვილის განცხადებას საინიციატივო ჯგუფის წევრებიც შეუერთდნენ. ბრალდებები დღეს მეორე არხის პროდიუსერმა დოდო შონავამ ჩამოაყალიბა. ეს ტელევიზია უნდა იმართებოდეს მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის მეშვეობით. დაფინანსების წყარო ხართ თქვენ, ჩვენი მაყურებლები. ჩვენ უნდა ვიზიარებდეთ თქვენ მოსაზრებებს და საინფორმაციო პოლიტიკაც უნდა ტარდებოდეს მხოლოდ ისეთი, რომელიც არ იქნება სკანდალზე ორიენტირებული, რომელიც არ იქნება რომელიმე პოლიტიკური გუნდის ინტერესებში, რომელიც არ იმართება რომელიმე კაბინეტიდან. ბრალდებებს და განცხადებებს დღეს საინფორმაციოს ყოფილმა ხელმძღვანელმა ხათუნა ბერძენიშვილმა უპასუხა. ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს პოლიტიკურ ზეწოლას და საერთაშორისო ორგანიზაციებს საკითხის შესწავლას თხოვს. მთავარია მოხდეს მაუწყებლის დაცვა გარკვეული პოლიტიკური გავლენების მოპოვებისკენ, რაც უკვე სახეზეა და აშკარაა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, უმთავრესი ამოცანაა ყველა ის საერთაშორისო ორგანიზაცია, ყველა ის კომპანია, რომელიც ამ წლების განმავლობაში ჩვენ გვაძლევდა და გვაფასებდა როგორც ერთადერთ დაბალანსებულ საინფორმაციო საშუალებად, სასწრაფოდ ჩაერთოს ამ პროცესში, ამ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ჩაერთონ საელჩოები, რომ გაირკვეს რა პოლიტიკური ინტერესი და რა პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს საზოგადოებრივ მაუწყებელში, რომ მოხდეს ამ კომპანიის ამ პოლიტიკური ინტერესებისგან დაცვა. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ბორდმა გუშინ 6 საათიანი მსჯელობის შემდეგ გაათავისუფლა. ბორდის განმარტებით გადაწყვეტილება არხის ინტერესებიდან გამომდინარე და კრიზისიდან გამოყვანის მიზნით მიიღეს. უკვე დღეს გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე ორეტაპიანი კონკურსი გამოცხადდა. მსურველებს განაცხადით შეტანის ვადა 14 მარტამდე აქვთ. საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ვაკანსიაზე ამ დროისთვის 3 განაცხადია შემოსული.